იყო ერთი მშვენიერი ქალაქი, სადაც ყველა სულიერს ერთმანეთის ესმოდა. ჩიტებს კარგი ამბები მოჰქონდათ ადამიანებისთვის. მეთევზეები თევზს იჭერდნენ, სხვა ქვეყნის ამბებს გამოკითხავდნენ და ისე მდინარეში გაუშვებდნენ. ვაჟები ღამე უსიტყვოდ მღეროდნენ თავიანთ სატყუებს. არც ძაღლებს სჭირდებოდათ ყება, რადგანაც პატრონებს მათი ისედაც ესმოდა. ყოველი დღე სასიამოვნო მუსიკით იწყებოდა. ვერაიტანა ყოველივე ეს ბოროტების სამეფოს მმართველი კასკანჯელმა და ქალაქის ასაოხრებლად ბოროტი ძალების ლაშქარი გაგზავნა. ქალაქში ყველაფერი შეიცვალა. მეთევზეებმა დაჭერილი თევზების ჭამა დაიწყეს. შეყვარებულები კი ისეთ ხმაზე ამღერდნენ, რომ მოსმენა შეუძლებელი გახდა. მხოლოდ ერთი ობოლი ბიჭუნა გადარჩა, რომელსაც მოჭადოებულმა მოქალაქეებმა ქურდობა დააბრალეს და ქალაქიდან გააქციეს. ბიჭუნა უცნაურ ეზოში აღმოჩნდა. კარმიდამოს პატრონი მხიარული, ბრძენი და კეთილი მარტოხელა მოხუცი კაცი აღმოჩნდა. მოხუცმა ბიჭს დაბაბუა შვილიშვილება შესთავაზა. ბიჭუნაც დათანხმდა და დაბაბუა შვილიშვილდა. დაიწყეს ერთად ცხოვრება. ეს არ გამოპარვია კასკანჯელს. მათი დაშორებისთვის ქაჩს სახელად ვარვირს ჯილდოა უთქვა. ოროთახიანი ბინა ჯოჯოხეთში. მაგრამ ვარვირმა ვერაფრით მოახერხა მათი განბაბუა შვილიშვილება. განრისხებულმა კასკანჯელმა ბიჭუნა მოჯადოებულ ტყეში, დაკარგულეთში შეიტყუა. თავის სასახლეში გაიტაცა და დაამწყვდია. სასახლეში მოხვედრა მხოლოდ მფრინავი ტახტით იყო შესაძლებელი, რომელიც კასკანჯელს ემორჩილებოდა. ჭაობიდან კი ცოცხალ მკვდარი, დაუძლურებული და დამახინჯებული არსებების ღრიალი და კვნესა ისმოდა. ბაბუამ შვილიშვილის გათავისუფლება გადაწყვიტა. ჯოხი მოიმარჯვა და ბოროტების სასახლისკენ გაემართა. კასკანჯელმა იცოდა, რომ საბოლოო გამარჯვებისთვის ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთისთვის უნდა გადაემტერებინა.